მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით 23-მე პოდკასტ ეპიზოდით, ამჯერად არა ტუტორიალით. ჩემი აზრით, საინტერესო ეპიზოდი მაქვს მომზადებული, საინტერესო ხალხთან ერთად, უბრალოდ შესავალი ტრადიციული ცოტა, იმიტომ რომ რაღაც საკითხები უნდა გიხსნათ. დემეტრე და სანდრო ჩემი სტუმრები და სანამ გეტყოდეთ ყველაფერს ამ კარგი ხალხის შესახებ და დღევანდელი ეპიზოდის შესახებ, რამდენიმე სიტყვა, ჩვენი ტრადიციული. პირველ რიგში გთხოვთ რომ გამოგვიწეროთ, ყოველ ჯერზე გახსენებთ ხოლმე ყველა არხზე, LinkedIn, Facebook, Instagram, TikTok, YouTube. ვიცი თავს გაბეზრებთ ხოლმე ამაზე, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ ერთადერთი თხოვნა რაც თქვენთან მაქვს ხოლმე რომ რაღაცა უკავშირი მინდა ვიგრძნო, რომ მეც мотивация უფრო და უფრო ჩამიღრმავდეს. და უფრო მეტი კონტენტი შემოგთავაზოთ. კარგად იცით, რომ ტუტორიალებში ძალიან სერიოზული კონტენტები გვაქვს დაწყებული. ხო, პოდკასტ რაც შეეხება, ვმუშაობ მეგობრებო ამ თემაზე, რომ ყოველ ჯერზე პოდკასტი უფრო და უფრო დავხვეწო და უფრო საინტერესო იყოს. ეხლა არ მინდა მართლა რომ გამიგრძელდეს ძალიან წინა სიტყვაობა და მოკლედ მინდა აგიხსნათ თუ ვინ არის ეს ხალხი, უბრალოდ ნაწილობრივ დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით. სანდრო ბოლქვაძე და დემეტრე მილდიანი და მინდა აგიხსნათ როგორ მივედი ამ ხალხამდე საერთოდ და რატომ წარმოვიშვა დღევანდელი ეპიზოდის საჭიროება და თემა. მოკლედ, თქვენ გახსოვთ, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე მე დავდე ტუტორიალი შევადარე ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიის AI chatbot-ები, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩემმა AI აგენტმა მეგობრებო ერთ-ერთ content line-ად დამისახა, რომ უნდა გქონდეს და კარგი იქნება ძალიან ტუტორიალების სერია შედარებებზე, ძალიან კარგად ამართლებსო და მეც გადავწყვიტე, რომ AI chatbot-ები შემედარებინა და იქ როგორც გახსოვთ, გამოიკვეთა Zoom-ერი, ყველაზე ძლიერი, რომლის AI chatbot-იც ნამდვილად მომეწონა. აქედან გამომდინარე, მოვიძიე ინფორმაცია ამ სტარტაპზე და აღმოჩნდა, რომ სანდროს მე შორიდან ისედაც ვიცნობდი, კვეთა გქონია, დემეტრეს სამწუხაროდ არ ვიცნობდი და გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ხალხთან პირადად მელაპარაკა, ჩაღრმავებოდი მთელ რიგ საკითხებს და მომეკვლია ყველაფერი მათ კომპანიაზე, თუმცა სანამ მოიწვია ეს ხალხი, მაგამდე მე რაღაცები გავარკვიე, რაღაცა კომპანიებს შევეხმიანე და ჩემდა გასაოცრად ყველამ, რა ვიცი, ისეთი ისტორიები მომიყვა და ისეთი წარმატებების შესახებ მითხრა ამ ხალხის დანერგილი AI პროდუქტების შესახებ, AI აგენტი chatbot-ების შესახებ, რომ ძალიან გამიკვირდა, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცა მოვისმინე და ეხლა მინდა რომ პირველ რიგში fact checking-ი დავიწყოთ გულწრფელი. პირველ რიგში მითხარით ხალხო, რა გააკეთეთ, ვინებს გაუკეთეთ, რა გააკეთეთ, რა შედეგები გაქვთ და რით აღაფრთოვანეთ ეს ხალხი ასე ძალიან კმაყოფილები არიან და როგორც ვიცი, ძალიან სერიოზულ კომპანიებზე გახვედით უკვე და ნერგავთ თქვენს პროდუქტს, მოკლედ სერიოზულ კომპანიებში, რომელმაც გნებავთ, შეგიძლიათ დაიწყოთ და გამაგებინეთ რა გააკეთეთ, ძალიან მაინტერესებს ეს თემა. მე დავიწყებ ფარი. Okay. სიამოვნებით მოგიყვები, თორნიკე, პირველ რიგში მადლობა, რომ მოგვიწვია და ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ჩემი აზრით. პირველ რიგში, ჩვენ 4 თვეა დაახლოებით რაც დავიწყეთ ეს მიმართულება და უკვე ყავს 14 კომპანია სხვადასხვა სექტორში. რამდენიმე ერთ-ერთი Zoom-ერი სექტორია, მაგალითად, ავტომობილების ინდუსტრია და სხვა ინდუსტრიებშიც ახლა ფართოვდებით ზუსტად. აღმოჩნდა, რომ ჩვენ საერთოდ სხვა რამეს ვაკეთებდით, თავიდან რაზეც ვფიქრობდით. თავიდან ჩვენ გვეგონა, რომ ჩავანაცვლებდით ბევრ ადამიანს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ უფრო სხვა რაღაცას ვაკეთებთ, რაზეც სანდრო უკეთესად ისაუბრებს. ერთი რისი თქვა ჩემი ზრია კიდევ არის, რომ ძალიან მალე ავედით ძალიან მაგარ მაჩვენებელზე 98.9% კმაყოფილების რიცხვი ავიდა ძალიან მალე და ძალიან კაი შედეგია ჩემი აზრით. დემეტრე, მე როგორც ხვდები, კომპანიებისგან იღებთ ფიდბექებს აქტიურად და ამოწმებთ. მოკლედ, თქვენ დანერგილ chatbot-ების შესახებ რა შედეგები გამოიწვია. მოკლედ, ამისი გაზომვა ხდება და თქვენც რეაგირებთ ამაზე. ძალიან დეტალურად ვაკეთებთ ანალიზს ყველა შემოსული მოთხოვნის და პრინციპში სანდროს იდეა იყო და შეუძლია უფრო დეტალურად ახსნას. ხო, პირველ რიგში თორნიკე, მადლობა რომ საერთოდ მოგვაქცია ყურადღება. ვიცოდით რომ ისეთ რაღაცას ვნერგავთ, რაც გლობალურ ბაზარზეც გამოიწვევს დიდ ცვლილებებს. და ძალიან მიხარია რომ შენთან ვარ დღეს პოდკასტში, თან ადრე სულ სხვა რაღაცებით ვიცნობდით ერთმანეთს და ეხლა ასეთ ფორმატშიც გავიცანით. მოკლედ, ჩვენ საერთოდ შევცვალეთ კომპანიაში სიტუაცია. აღმოჩნდა რომ ის რა პრობლემასაც ვჭრით, ფიზიკურად შეუძლებელი იყო მისი გადაჭრა ხელოვნური ინტელექტის გარეშე. დღეს ამ პოპულარული არის AI სერვისების დანერგვა. AI chatbot-ები, AI აგენტები, voice assistant-ები. ჩემი აზრით ფოკუსი არ უნდა გაგექცეს. ჩვენი ამოცანა არ იყო საერთოდ chatbot-ის ან ეგეთი რაღაცის გაკეთება. ჩვენი ამოცანა იყო ერთი. კომპანიას აქვს თავისი იდენტობა, რაცა ხასიათი, კულტურა, ფერები და პირველი ამოცანა იყო ეს გადაგვეთარგმნა ადამიანის მაგვარ არსებაში, ხელოვნურ ინტელექტში. და ეს არსება უნდა ყოფილიყო კომპანიის კულტურის მატარებელი. მისი
მისი ტონი, გარეგნობა, თმის სფერი, ყველაფერი უნდა ემთხვეოდეს იმ კულტურას, რასაც კომპანია ატარებს. Zoom-ის შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ეს არის ახალგაზრდა გოგონა წითურა თმებით და ქვია მერი. ეს იყო პირველი ამოცანა. მაგრამ თქვენი ჩატბოტიც ძალიან მომეწონა. ხო, აივა. სხვადასხვა აივად სახელი წამოვიდა AI Visionary Assistant. ან ჩვენი ამოცანა რომ ეს ასე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი არ იყოს უბრალოდ კითხვა-პასუხი, არამედ დაგეხმაროს შენი ვიჟენის განხორციელებაში. ეს არის მისი მთავარი მიზანი. მოკლედ, პირველი ამოცანა ამითი გადაჭრილი იყო, რომ თუ ჩვენ შევქმნით იდენტობას, ეს არის პირველი ტასკი. შემდეგ მოვიდა უკვე რომ სად დაიწყოს კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მე მივხვდით რომ არ უნდა იყოს ეს შეზღუდული. დავიწყეთ live chat-ებით, ანუ chat-bot-ი იყო საიტზე. შემდგომ Meta-ს ოფიციალური ლიცენზია ავიღეთ და უკვე Meta-ს ჩენელებში ყველგან არის გაშვებული. ეს არის Facebook-ი, Instagram-ი, WhatsApp-ი. თან ავიღეთ აგენტურული ლიცენზია. ეს გაცილებთ რთულად მოსაპოვებელია. იმიტომ რომ შენ შეგიძლია გააზრებული პასუხები აკეთო მომხმარებლებთან და კომენტარებს უპასუხო წაშოლა ამ შემდეგ. ეხლა უკვე გადავდივართ და უნერგავთ voice assistants, რომელიც call center-ებში, hotline-ებში იქნება და უკვე უმეტესობა ჩვენმა პარტნიორმა ეს სერვისიც დაგვიკვეთა. ანუ რა გამოდის? რომ გაქვს იდენტობა, რომელსაც შეუძლია ყველა მომხმარებელთან პირადი ურთიერთობა ჰქონდეს. აი ეს მოვაგვარეთ სინამდვილეში. და chat-bot-ი და ეს ყველაფერი უბრალოდ ამისი გამოგინება. აი მომხმარებლისთვის ვიტყვი რა, chat-bot-ი უკვე აღარ არის ახალი რაღაცა, ერთნაირი ვარიანტი არსებობს ბაზარზე. ჩვენთვის მთავარია, რაც იმ განხილვაში გქონდა, რომ ის chat-bot-ი გველაპარაკება დაშტამპულად რაღაცა ისე და შეზღუდულად თუ რაღაცა სერიოზულ მოქმედებებზე გადის. აი მე მაგიტომ მომეწონა რა, აი მე მაქსიმალურად პრინციპში არც არავის დაუწერია, მე მგონი თუ არ მეშლება, მაგრამ იმ განხილვაში კომპანიები შევადარე მაქსიმალურად სამართლიანად, ჩემი შკალა მქონდა და რა ვიცი. მათ შორის Zoom-ით როგორც მახსოვს რაღაცაში გავაკრიტიკე ერთ რაღაცაში, რაც არ მომეწონა რა. მაქსიმალურად ისე შევადარე, რომ ჩემთვის მთავარია chat-bot-ი მე როგორ მელაპარაკება, რამდენად ადამიანურია, რამდენად შეუძლია, ასე ვთქვათ, სიღრმეში ჩასვლა, რამდენად შეუძლია ჩემთვის მოქმედების გაკეთება, ცოტა აზროვნება და რა მომენტში თავს მე, ასე ვთქვათ, ოპერატორთან და რა მომენტში არ მრთავს და. აი მე რო ჩავაღრმავდე და მოვიძიე ინფორმაცია თქვენი chat-bot-ის შესახებ, ჩემი აზრით, აი ყველაზე მეტად მე აი სანდრომ ეხა გამახვილე ყურადღება იდენტობაზე, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, მაგრამ ამის იქით მე კიდევ მომეწონა ის, რომ ანუ რაღაცა სიღრმეში წავიდა, ის Zoom-ერი რაღაცა მე როგორც მახსოვს iPhone-ის ფოტო აუტვირთე თუ რაღაცა ისეთ უბრალო ფოტო და ჩვეულებრივ სტანდარტულად მომიძებნა და მოკლედ ყველა საკითხში გამომადგა თუ სწორად მახსოვს მე ერთი შედარება მქონდა კიდე განგებ გაუჭედე ყველას და განგებ გაჭედილზე აი არ მახსოვს სიმართლე რომ ვთქვათ 100%-ით მე მგონი Zoom-ერი მომეწონა ამ შემთხვევაშიც თუ მეშლება მე ბოდიში მაყურებელთან მოკლედ თითქმის ყველა პუნქტში რაც მქონდა შკალაზე თითქმის ყველა პუნქტში მომეწონა ასე ვთქვათ ნუ გეფები და გამჯობესების სივრცე ყოველთვის არსებობს მაგრამ ძალიან მომეწონა და ხო აი მე მაგას ვაფასებ ყველაზე მეტად თქვენს პროდუქტში. მიხარი ამ შეფასების მართლა. და სხვადასხვის სისტემა რო ეგრე მუშაობდეს, დემეტრე ძალიან დიდ ძალისხმევას ამაში, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ Gemini აიღე და დანერგე კომპანიაში. ჩვენ ვქმნით შიდა სისტემას, რომელსაც დავარქვით Genesis-ი. ეს არის ალგორითმების, ხელოვნური ინტელექტის, პრომპტინგის და ძალიან ბევრი სხვადასხვა სისტემის ერთობლიობა, რომელიც ამ შედეგს დებს. თავი ამოცანა ტერმინატორში რო Genesis-ია, ეგეც Sandros ნამოქმედარია, მომხმარებლის საყურადღებოდ. საცილოზე ჩემი მოფიქრებული სახელი არ არის. ჩვენმა დეველოპერმა დაარქვა გიორგიმ ერთ-ერთმა, რომელმაც თვითონ მოიფიქრა ეგეთი სისტემა. ამიტომ იმედია კაცობრიობას რამეც სულს არ გაუკეთებს ეგ ამბავი. ეხლა რა ხდება? ჩვენი აგენტი არ უნდა განსხვავდებოდეს ფუნქციით ადამიანისგან. ანუ მას შეუძლია ყველაფერი, რაც შეუძლია ადამიანს. დაჯავშნა, პროდუქტის მოძიება, შედარება, აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომაც ეს არის ჩემი აზრით ნამდვილი პირველი ჭეშმარიტი აგენტი და არა chat-bot-ი რაღაცა ფუნქციებით. ის ყველაფერს აკეთებს, რაც ადამიანი გააკეთებდა. უბრალოდ ჯერ შეზღუდულია კომუნიკაციის ნაწილში, თუმცა და ძალიან მოკლევადიანი ამბავია. ბევრად უფრო განვითარდება ეგ სისტემა. საერთოდ როგორ მიხვედით სანდრო მაგ იდეამდე, ანუ საიდან დაიწყო? რაღაციდან იწყება სტარტაპი, ხო? ამ ტექნოლოგიის მიმართ ხელოვნური ინტელექტი და არა მხოლოდ სხვა რაღაცები, მე მგონია რომ ბავშვობაში მქონდა ოცნებები, მე დამოვიწყდა და თავიდან გავიხსენე, რაცა ეგეთი ამბავი მოხდა. კარგია რომ მე და დემე დღეს ერთად ვართ. დემეს ახსოვს ყველაფერი, იმიტომ რომ ერთად დავიწყეთ. ესე გამოვიდა. მაგრამ ნუ ისტორია რომ მოვყვეთ, ეგეთი ამბავი იყო. ბავშვობაში მქონდა ოცნებები, ამ ოცნებების შედიოდა ადამიანის მაგვარი რაღაცა მექანიკური არსებები, ალბათ ბევრ მულტფილმს გადაცემას და scientific რაღაცებს უყურებდი მაგის გამო. მე დამოვიწყდა, გავხდი ფინანსისტი და რაღაც ეკონომიკის მიმართულებითაც წავედი. დავასრულე quantitative finance-ეს ეგეთი მიმართულება. რაღაც მომენტში მივხვდი რომ ძალიან არ მომწონდა არსებული
განვითარებული ტექნოლოგიების ფორმა. არ მომწონდა ის თუ როგორ მივდიოდი შედეგამდე, როდესაც რაღაცა მინდოდა. მარკეტებში მოძიება რაღაცის, უბრალოდ მათი ვიზუალი და ეს მაწუხებდა. იყო სადღაც 2013 წელი, მაგრამ მე არც მიფიქრია რომ ტექნოლოგიებში გადასულიყავი, ასე ვთქვათ, დაილექა ეს აზრი ჩემთან. და მე 2017 წელს მე დავიწყე მუშაობა სხვადასხვა შორის დემეტრეს ბიზასთან, ლერი მილდიანთან, რომელიც ჩემი პირველი პარტნიორი და ინვესტორი გახდა. ძალიან უცნაური ამბავი იყო. ახლა ლერი მაინც ტრადიციული ბიზნესის, ასე ვთქვათ, წარმომადგენელია და ძალიან დიდი ბიზნესები აქვს შექმნილი, ოღონდ ტრადიციული ღვინის ქარხანა, რაღაცა ტურისტული მიმართულება, კიდევ სხვა მიმართულების ქარხნები და ტექნოლოგიებში ეს ჩართული არ იყო ასეთ ინოვაციური ტიპის ტექნოლოგიებში. მაგრამ მეტი ვერავინ ვერ იპოვია ამაზე რომ ესაუბრა. ანუ რაღაცნაირად აღმოჩნდა რომ მე და ლერი ვსაუბრობთ, ასე ვთქვათ, შემოვათ ხელოვნური ინტელექტი ნამდვილი, რომელსაც ადამიანის მაგვარი თვისებები ექნება, როგორ შემოვლენ ანდროიდები, რომელიც ზუსტად იგივე რაღაცებს გააკეთებენ, რაც ადამიანები აკეთებენ და სხვებს რო ველაპარაკებთ, დიდად არ ინტერესდებოდნენ და მე და ლერი მოვიწამლეთ ამ იდეით. მაგრამ მე წავედი სხვაგან მუშაობდი საერთოდ სხვა მიმართულებაზე და რაღაც მომენტში გადავწყვიტე სტარტაპის გაკეთება. ეს სტარტაპი იყო დასაქმების პლატფორმა. ჩვენი ამოცანა იყო, მე ყოველთვის უყურებდი ამ ინოვაციას ეკონომიკური თვალსაზრისით, მაკროეკონომიკურით, რომ რამხელა ცვლილება შეიძლება გაუკეთოს თვითონ ეკონომიკასთან. დავიწყეთ დასაქმების სფეროთი. უბრალოდ გვინდოდა მეტი ადამიანის დასაქმება და რაღაცებს ჩვენი მოვიფიქრეთ. მაგ პერიოდში როცა ვიწყებ, დემეტრი დადიოდა ხოლმე ჩვენთან ოფისში, დემეტრიზე ოდნავ უფროსი ვარ, 4-5 წლით არა დემე? კი, მაგ პერიოდში ხშირად დავდიოდი. მე მაშინ 2017 წელს სადღაც 20-21 წლის ვიყავი და ეს სტუდენტი იყო. რაღაცებს მოკრავდა ხოლმე კურს მე და ლერი რო საუბრობ. გამოვიდა ისე რომ დემეტრე ჩემთან გუნდში მოვიდა. ოღონდ არ მოვიაზრებდი მაშინ როგორც კოფაუნდერად. უბრალოდ აინტერესებდა ეს ბიზნესი და უნდოდა აი მარკეტინგის და ეგეთი რაღაცების ადამიანთან ურთიერთობების თვალსაზრისით ამ ფსიქოლოგიას სწავლობდა. რაღაცების გაკეთება. ეს იყო სფეროს პერიოდი ამ პირველი სტარტაპის. და ნუ პრინციპში ყველა იდეა უკვე ერთად ჰქონდა შემუშავებული, მაგრამ როგორ რაღაცა იყო, იცი? სანამ დემეტრე შემოვიდოდა თავიდან მარტო მე და ლერიმ დავიწყეთ. ყველა გადაწყვეტილებას პრაქტიკულად ვიღებდი ერთპიროვნულად. თორე სხვა გვერდით კოფაუნდერი, რომელიც გადაწყვეტილებებს მიიღებდა ამ ნაწილში არ მყავდა. ეს იწვევდა ძალიან ბევრ შეცდომებს. ჩემს არსებობს ადამიანი მარტო რომ იდეალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. და დემეტრემ რაღაცა თავისით დაიწყო ამ გადაწყვეტილებებზე კრიტიკა. ძალიან აკრიტიკებდა ხოლმე და რაღაცებს მიცვლიდა და ერთ დღეს ესეთი რაღაცა მოხდა, რომ ვეუბნები მეთქი ჩვენ ეს ბიზნესი ერთად უნდა ვაკეთოთ. ჩემ კოფაუნდერი უნდა იყო თქვა, კითხვაც არ დამისვია და მე გამოვიდა ისე რომ პროდუქტ ჰანტი მოვიგე. პროდუქტ ჰანტი არის ურთულესი კონკურსი. სოფლიოში ყველაზე დიდი და მასშტაბური კონკურსია ტექნოლოგიების მიმართულებით და ვიჯერამ მან 5 ეულში მოიპოვა თავისი ადგილი. ჩვენთან ერთად იყო Figma, Notion, Gemini. ანუ ისეთ სასტავში მოვხდით რომ მილიარდზე ზევით ავთ კაპიტალიზაციად. მეთქი აქ რანაირად მოვხდით. ნუ რაღაცნაირად დემეტრე მეგამბავი დაალაგა. ისეთი კომუნიკაცია აწარმოა იქ აუდიტორიასთან. ისეთი, ასე ვთქვათ, პრეზენსი მიცა ჩვენს პროდუქტს, რომ ამ შედეგამდე მივედით. მოგვიყვეს თავად. ეხა სიამოვნებით. შენ გააგზელი ამ თემებს ხო? კითხვა იყო ვიჟენის მიმართულებით იყო, ხო? მაგას რომ დავამატო, აი მაგ პერიოდიდან დასაქმების პლატფორმის შემდეგ ზუსტად, აი მახსენდება ალბათ ერთი 7 მომენტი, სადაც აი რაღაცა ძალიან საინტერესო ხდებოდა. ძალიან ხშირად ხდებოდა ეს თავგადასავლები იყო სულ, მაგრამ აი ერთ-ერთი იყო მაგალითად ეგ product hunt-ის მომენტი, რომ რაღაცა ძალიან მარტივად რომ მოყვე. იყო რომ ანუ შევემზადეთ რაღაცა ერთი თვე თუ ორი თვე იყოს ამზადისი მახსოვს და მე მოვიდა დღე და მაგ დღეს ვიგებდით, პირველზე მივდიოდით, თავიდან product hunt-ზე არის ესეთი მალული ფაზა არის პირველი 4 საათი, სადაც არ ჩანს პროდუქტი, ანუ ადგილები არ ჩანს რა, ვინ სად არის არ ჩანს. და მე რო ვადარ, მე თან რაღაც ხრიკები მქონდა დამღემებული და ნახულობდი ვინ ვის რამდენი მქონდა და ცხრილი მქონდა გააკეთებული და ვიგებდით რა. და მე უცებ რომ მაგ 4 საათიანი ფანჯრის მერე ყველაფერი ჩანს. მე უცებ ჩვენ აღარ ვჩანდით მაგ 4 საათიანი ფანჯრის მერე. და აღმოჩნდა რომ რაღაცა ხარვეზი ქონდათ მაგათ. და ამას მე ვიწერეთ, ვესაუბრეთ რაღაცა და პირველი დღე იყო ძალიან ისეთი, აი ქონდა პირველ დღეზე ვინც გავიდა მაგაზე თითქმის ორჯერ მეტი ხმები ქონდა და აქტივობა, მაგრამ რაღაც სისტემამ დაგჩაგრა ესე ვთქვათ რა. და ამ ენერგიის გამო, ანუ თან ეგრამე გადავათენეთ მაგის დავატევაცინდა რა. და მაგ აი ზოგადად ადამიანები გრძნობ რომ რაღაცაში რაღაცას გაკლებენ, მე უფრო მეტ ენერგიას პოულობ შენ თავში რომ უფრო მეტი გააკეთო და მახსოვს რომ ეგ კვირა იყო შემდეგ, რავი, კიდე დღის შეჯიბრი არ და კვირის შეჯიბრი. და მე აი თელი ძალისხმევა ჩავდეთ, თელი კვირა კიდე არ გვიძინია და ეგ კვირა ავედით უკვე იმაში, აი ტოპ ადგილებში ავედით, მიუხედავად იმისა, რომ ესე ვთქვათ, დაგჩაგრეს, მაგის მიუხედავად მაინც ავედით, რაც გაცილებით რთული არის ყველასთვის, ვინც ცადეს მსგავსი რამ. და ესეთი მომენტები ქონდა ბევრი რა, სადაც შეიძლება პირველ სტაჟზე არ გამოვიდა, მაგრამ მე არ დავნებდით და რაღაცაზე გავედით. და აი ბევრი არის ესეთი. ეხლა ბლოკნოტი უნდა და სანდროს რო წამოეყო. სანდროს იდეა იყო, რომ ბლოკნოტი გაგვეკეთებინა, ეს product hunt-ამდე იყო.
ესტონეთში ვიყავით Latitude. ჩვენი MVP. კი, MVP იყო, ესე ვთქვათ და იქ ინვესტორებს ვანახებდით ამ ბლოკნოტს და ესე იდეის წარდგენა ხდებოდა რა. და მე მახსოვს მან დროს შევიპარეთ ინვესტორების სპეციალურ ღონისძიებაზე, სადაც სამჯერ გამოგვაგდეს, მაგრამ მეოთხეჯერ შევედით აღარ გამოგვაგდეს და სანდრო უფიჩავდა ყველა ინვესტორს. მე უყურებდი, თქვათ მე ვიწერდი. ხარვეზებს რო ვასწორებდით ამ ხო, აი და მოკლედ შეგიძლია MVP-ზე ამის თქვა მაგარი ისტორია. სხვათა შორის სფერო უკვე გაშვებული გვაქვს და ჯიტას გრანტის ჩვენ მოპოვებული ქონდა, მთელ ფულს ხარჯავთ იმაში, რომ გავიზარდოთ, ბაზარი ავითვისოთ და პრინციპში მაგ პერიოდში უკვე ჩვენ ყველას დიდი წილი გვეკავა ვაკანსიების და ხალხის შემოსვლის კუთხით. უბრალოდ იქ სხვა პრობლემები იყო, ჩიგენ ეგ პრობლემა მაგაზე თუ რამე მე მოვყვები, მაგრამ ფული არ გვაქვს რომ შევქნათ ეს ვიჯერა. ანუ ფიზიკურად არც რესურსი ადამიანური, არც ფული არ გვაქვს და მოდის ღონისძიება Latitude 59 ქვია ესტონეთში ტარდება. ხო და რა ვქნათ, მეთქი ვფიქრობდა. ბიჭო, პრობლემა რასაც ვაგვარებთ, ხო არის პერსონალიზაცია თქო. რომ ყველა ადამიანს უნდა ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, პრეზენსი. მოდი მეთქი ბლოკნოტები ავიღოთ და შევქნათ სტიკერები. აი, ლეგოსავით სტიკერები, რომლებიც ერთმანეთში ჯდება. ოღონდ სხვადასხვა. მე დავურიგოთ ხალხს თქო და ბლოკნოტებიდან ააწყონ ინდივიდუალური ქავერები თქო. და ამითი გავტესტავთ, უნდათ თუ არა ადამიანებს რეალურად პერსონალიზაცია თქო. ეგეთი იდეა წავიდა და ნუ დავბეჭდეთ, რაცა 200 ლარი დავხარჯეთ. ჯიბის ფული ამოვიღეთ და გავაკეთეთ ეს პირველი ბლოკნოტები. რამდენი ცალი იყო გახსოვთ, 50 თუ 100 ცალია. მთელი 5 წავიღეთ მაგ. მე მთელი 5 აეროპორტში მივდივართ, აფერი, ანუ მიგოს 5 ბლოკნოტების რა. იქ ვატყობთ რას იცი, აი გაცილებით უფრო დიდი ყურადღება მივიქციათ, ვიდრე დიდ მონიტორებზე რაღაცები გაშვებული ქონდა ტიპებს რა, რომ ტექნოლოგიურ კონკურსზე ბლოკნოტებიან ტიპებს რა უნდათ. ხო და აღმოჩნდა რომ იდეას რო ეუბნებოდი ხდებოდნენ ეგრევე. და როგორი ილეთი მქონდა, იცი, ძირთად ხალხი იქ წყვილება დადის, მარტო იშვიათად არიან ხოლმე, მივცემდი ორ კაცს ესე ბლოკნოტს, ხო? მეთქი აი სტიკერები, აბა შექმნეთ ბლოკნოტი, ჩელენჯი მაქვს რაღაცა თქვენთვის. ძირითად შემთხვევებში მე ერთმანეთს ედავებოდნენ, ვინ უფრო მაგარი ქავერი ააწყდა. მაგას ვეუბნებოდი, რომ ხალხო ბლოკნოტის ქავერზე თუ ვერ შეთანხმდით, რომელი ჯობია, მაშინ როგორ შეიძლება ერთნაირი საიტები მუშაობდეს აბსოლუტურად ყველა ადამიანზე თქო. მეთქი ეს არის გამოსასწორებელი, ამითი გავზეთ კონვერშენებს თქო და ძალიან აიტაცეს ვიღაცებმა წაიღეს, რაღაცა რეპორტიორები მოვიდნენ და იღებდნენ ბლოკნოტებს და მე მოხდა ზუსტად ის რაღაცა, რომ შევიპარეთ ინვესტორების დახრულ ღონისძიებაზე. მოკლედ მაგამ ბავშვი მე ძალიან გავიწვენით ისეთ ადგილებში ვართ მე და მე შეპარული CES-იც და კიდევ სად ყველა ღონისძიებას სადღაც ვიპარებოდით ხო. როგორაც იცი, ამ ინვესტორების თან ევროპიდან ყველაზე მსხვილი ინვესტორები იყვნენ მაგ პერიოდში ჩამოსული. ინვესტორების ღონისძიება იყო საერთოდ ცალკე დახურული და რაღაცა დაცვები არიან, გამოწვევენ ყველას იდენტობას, იქ ადარებენ სახელგვარს და რეალურად ის ადამიანი არის თუ არა და რა ვქენით მოკლედ. მე მგონი ბოლოს რომელიღაცა დაღლილი ინვესტორი დავიჭირეთ მე და დემეტრემ და გამოვართვით ბეჯები. თან ცოტა რო გავდა სახეზე რა. დიდათ ევროპელებს ჩვენ არ გავართ, მაგრამ ნუ ისიც ცოტა ეგეთი ტიპი იყო შავთმიანი რაღაცა და შევიპარეთ რაღაცნაირად. აი მანდ გაიხსნა ბურთი და მოვიდა ყველაფერი ჩვენი იყო. ერთადერთი სტარტაპერები ვიყავით და ყველა იყო ინვესტორი დავდივოთ უფიჩავდი. და რეალურად მანდ რაც გავაკეთეთ, გამოვკვეთეთ ბაზარზე რა პრობლემები იყო. იმიტომ რომ მე უფიჩავდი, ლაპარაკის რესურსი ცოტა მეტი მაქვს ვიდრე დემეტრეს ნაკლებად ვიღლებ ხოლმე საუბრი და და მე უყურებდა ამ ინვესტორების რეაქციას და მე მეუბნებოდა, იცი რა ეს მოეწონათ, ეს არ მოეწონათ და დაახლოებით 100 კაცამდე გავფიჩეთ. და ბოლოს ისეთი value proposition-ები წამოვედით იქედან, რომ რავი, ბეტონის კედელს დაანგრევდა. ყველგან გადავედით ამ value proposition-ებით, მათ შორის ამ value proposition-ით 500-ზეც გადავედით. Product Hunt-იც მაგ value proposition-ით მოვიგეთ. და მე უკვე Google-ის დაფინანსებაც $250,000-იანიც მაგ value proposition-ით ავიგეთ რა. ამიტომ ეგეთ რაღაცები მნიშვნელოვანია. მაგარია. ეხლა მითხარით თავად იდეის ფორმირებაზე როგორ მიხვედით, გარდა ფორმისა. ეხლა რაც ჩვენ ვილაპარაკეთ სტარტაპის კუთხით, რა უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის განხრით წავიდეთ ეხლა და იდეის ფორმირებაზე ვისაუბროთ. სხვათა შორის ჰიპოთეზები დიდი ხნის წინ მქონდა რა, ხელოვნური ინტელექტის ჰიპოთეზები როგორ დაინერგებოდა ხელოვნური ინტელექტი. ერთი პერიოდი იყო, აი გიჟივით ყველა ცდილობდა ხელოვნური ინტელექტის მოდელის შექმნას, დატრენინგებას, რაღაცების გაშვებას. მეთქი დემე, შანსი არ გვაქვს, რომ Google-ზე, Microsoft-ზე, ან ეგეთი ტიპის კომპანიებზე უფრო მაგარი large language მოდელი შევქმნათ თქვენ, იმიტომ რომ ამას საერთოდ სხვა რესურსი ჭირდება. ის არის კვლევით უნივერსიტეტებიდან, სოფლიოს წამყვანი, როგორც არის Stanford-ი მაგალითად, გენიოსები აყავთ და ამ რაღაცაზე ამუშავებენ. ამიტომ მეთქი მოდი დაველოდოთ ამ სისტემას, ჩვენ არ დავიწყოთ AI-ის გაკეთება, მაგრამ მოდი შევქმნათ ჰიპოთეზა რა იქნება ეს AI და ამ AI-ის ირგვლივ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა, რომელშიც მე მაგას გამოვიყენებთ. სხვათა შორის ამ მიდგომა მოგცა ზუსტად
ის შედეგი, რომ ჩვენ გავაშვით სადღაც 4 თვის წინ არა. პირველივე თვეს გავხდით ლიდერი კომპანია AI-ის აგენტური სისტემის მიმართულებით. იმიტომ რომ ყველაფერი სხვა ქონდა გაკეთებული გარდა თვითონ large language მოდელებსა და აგენტებისა. ვიცოდით რომ ამას წამოიღებდით ამ Google-დან, ან Microsoft-დან. ეს ახლა Google, OpenAI და Anthropic-ია ძირითადი, გაამართლა. იდეის ფუნდამენტზე როგორ მიხვედი, რა საჭიროება დაინახე და ალბათ შენი ზოგადი ხედვაც გამოგვადგება, რომ მთელი 10 წლების მანძილზე როგორ უყურებ ამ განვითარების პროცესს, რამაც მოგვიყვანა ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, ამ დონემდე, რა კონტექსტში ჩაისახა ვიჯერა. ანუ როგორ უყურებ მთელი განვითარების, აი მე-20 საუკუნის ბოლოდან დაწყებული მთელი განვითარების ამ პროცესს რა ეს, მინდა რომ დამანახო. რომ კაცობრიობა როგორ მივედით AI-მდე? უბრალოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კომპიუტერიზაციის შემდეგ როგორ მოვედით გაციფრულების საბოლოოდ? ამბავი როგორ გადაითარგმნა ამ რაღაცაში. ხო, ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ამაზე და ბევრ ლიტერატურას გავეცანი როგორ მიდიოდა ტექნოლოგიური განვითარება და დემეტრესთანაც ძალიან დიდი ხანი ვსაუბრობდი ხოლმე ამ თემებზე, სულ ვსჯელობდით. მე მგონია რომ ყველაფერი ყოველთვის ბუნებრივად მიდიოდა. სულ თავიდან მქონდა ეგეთი განცდა, რომ აი Steve Jobs-ი გენიოსია და მოიფიქრა ბიზნეს ოპერაციული სისტემა, უпростоრად PC-ის ასე ვთქვათ ოპერაციული სისტემა და რაც აი Bill Gates-ის გენიოსია ერთ პერიოდში გამოჩნდნენ და ამას არ ვუყურებდი როგორც რაღაცა მოვლენას, რომელიც თანმიმდევრობით განვითარდა. უფრო მეგონა რომ აი ადამიანებმა შექმნეს. მე რომ დავფიქრდი, ესე უნდა მომხდარიყო და ოპერაციული სისტემები არის რეალურად ყველაზე მთავარი რაღაცები აი ამ განვითარებაში. და ოპერაციული სისტემები ჩნდებიან ზუსტად იმ დროს, როცა ისინი არიან საჭირო გამოჩნდნენ. აი რა იყო პირველი კომპიუტერი, რას აკეთებდა? იყო რაღაცა კალკულატორი. მე ამ კალკულატორმა შეიძინა რაღაცა ინფორმაციის გაცვლის ფუნქცია. დიდმა კომპანიებმა დანერგეს თავისთან და ერთმანეთთან LAN-ის კაბელის საშუალებით ცვლიდნენ email-ებს. ეგ იყო ამისი თავდაპირველი დანიშნულება. მე აღმოჩნდა, რომ ამ მოწყობილობებზე შეიძლება სხვადასხვა პროგრამების შექმნაც. მაგალითად, რაცა ბუღალტერიისთვის საჭირო პროგრამა, ადამიანური რესურსის დათვლისთვის საჭირო პროგრამა, არქიტექტურის პროგრამა, ასე შემდეგ. თავდაპირველად ეს პროგრამები დაწყებული ინტერფეისიდან დამთავრებული როგორ უკავშირდებიან hardware-ს, ასე ვთქვათ, პროცესორს და რაღაცებს, ერთი თიმის მიერ იწერებოდა. და ამიტომ ცოტა პროგრამა არსებობდა. მე რო შემოვიდა მაგალითად IBM-ი X32-ის არქიტექტურა და გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც თქვეს, რომ იცით რა, მოდი თქვენ შექმნით არამთლიანი პროგრამა, არამედ რაღაცა აპლიკაცია. ოღონდ ჩვენ გვექნება ის შუამავალი სისტემა, რის გამოც შენ აღარ მოგიწევს პროგრამირება პირდაპირ პროცესორზე და ოპერატიულზე. შენ პროგრამას დაწერ და აქ მაქვს მე უკვე ეს გამზადებული. ამ პერიოდში უკვე გამოჩნდა ძალიან დიდი რაოდენობით ახალი პროგრამა. და ნახე რა ხდება. ჩვენ ადამიანებს გვაქვს სტატიკური საშუალო productivity რაცა გადაწყვეტილებების მიღების რაოდენობა. ეს არის ჩემი გადაწყვეტილებები, რაც შემიძლია მივიღო დღის განმავლობაში. ამაზე მეც ვერ გავხსნი. გადავიწვევი. რაც მომენტში პროგრამების რაოდენობა და ჩემი გადაწყვეტილებები უსწრებს ამას. და მე კომფორტულად ვარ. ბევრ გადაწყვეტილებას ვიღებ კომფორტულად. მე უკვე როდესაც პროგრამის რაოდენობა ესე იზრდება და სწრაფად იზრდება, აჭარბებს შენს გადაწყვეტილებების უნარს. და უკვე იმდენად კომპლექსური ხდება მათი გამოყენება, რომ შენ შედეგამდე ვეღარ მიდიხარ. ცხოვრებაში ეგ აისახებოდა PC-ის შემთხვევაში როგორ? იმდენად ბევრი დისკი ქონდა პროგრამის, რომ უნდა გაგეთიშა კომპიუტერი, ჩაგერთო, ახალი პროგრამა გაგეხსნა და ეს პროცესი გრძელდებოდა და გათიშვა ჩართვაში მიდიოდა უფრო მეტი რესურსი, ვიდრე შედეგში რაც გიდებდა. ანუ მოხდა რა? შენს productivity-ს გადააჭარბდა პროგრამების რაოდენობა. ეს არის რატომაც გამოჩნდა ოპერაციული სისტემა, Windows-ი და Macintosh-ი. სინამდვილეში ოპერაციული სისტემა არ არის system layer-ი. არის experience layer. იმიტომ რომ სისტემები მანამდე გამოჩნდნენ. ამათმა გააკეთეს რა რომ შენ ცალკე დისკით კი აღარ გახსნი პროგრამებს. იქნება ერთი პროგრამა, რომელზეც მერე სხვა ყველაფერი პატარა პროგრამები დაშენდება. ეს არის ოპერაციული სისტემა. და ოპერაციულმა სისტემებმა შექმნეს ერთნაირი, ასე ვთქვათ, საერთო experience layer-ი, რომ პროგრამის გახსნა, ჩაკეცვა, გადიდება, გადატანა ერთი ფოლდერიდან მეორეში ერთნაირი გახდა ყველა პროგრამისტვის. ანუ ადამიანს აღარ დასჭირდა ბევრი სხვადასხვა პროგრამის ცოდნა. ერთნაირ პრინციპებზე იყო სხვადასხვა პროგრამა დაშენებული და გათანაბრდა და ჩვენი ეს productivity და პროგრამის ასე ვთქვათ გამოყენების უნარი. მაგის მერე ეგ ამბავი მიდის ზუსტად ისე როგორც დაიწყო თორსტები 80-იანებში. მეორეჯერ იყო ეგეთი ამბავი. პერსონალური კომპიუტერების მერე ეგეც საჭიროება გაჩნდა ტელეფონში. ტელეფონის რა იყო? პერსონალური კომპიუტერის მსგავსად ისიც იყო საკომუნიკაციო საშუალება. ვრეკავდი, მეც არაფერს არ ვაკეთებდი და ბედნიერი ვარ. არაფერ ფუნქცია არ აქვს. აი, კარგად მახსოვს Nokia-ების პერიოდი, 7 ნაწილად რო იკეცებოდა. ესე ერთ მხარეს გადაკეცავდი პლეიერია, მეორე მხარეს გადაკეცავდი ბევრი კლავიშები ამოდის და email-ster. ესე გადმოკეცავდი და ვიდეო კამერა აქვს და მოკლედ დაკეცვაში უფრო მეტი დრო მიგდიოდა ვიდრე გამოყენებაში. თან ყველა ტელეფონს ინდივიდუალურად სჭირდებოდა სწავლა. 2007 წელია, გამოდის Steve Jobs-ი, აკეთებს iPhone-ის პრეზენტაციას.
iPhone-ს არ აქვს არც ერთი ფუნქცია ისეთი, რომელიც არ ქონდა თავის დროზე Nokia-ს და უფრო მეტიც, უფრო ნაკლები ფუნქცია აქვს, მაგალითად რა ვიდეოს არ იღებს. მაგრამ მთელი ინდუსტრია გადაიწყო iPhone-ის ფორმ ფაქტორზე და რატომ? რეალურად Apple-მა მაშინ შექმნა ახალი გამოცდილების experience layer-ი, რომ როგორ ჩაკეცავ პროგრამას, როგორ წაშლი, როგორ გამოიყენებ, ყველა პროგრამისტის გახდა საერთო. ამიტომ მე ცალ-ცალკე აპლიკაციების სწავლა არ მომიწია და მათი გამოყენება გახდა მარტივი და ისევ მოაგვარა productivity-ის პრობლემა. ზუსტად იგივე რაცა მოხდა, ამის მერე აღარ შეცვლილა იგ ამბავი. ეხლა იცი რას ვეჯახებით AI-ის გამო. ბიზნესებს აქვთ productivity-ის პრობლემა. ინტეგრაციები, აგენტურული სისტემები, CRM-ები, მოკლედ ეს არის რაღაცა ურჩხული. აი კოლოსალური ზომის პროგრამები, რომელსაც ვერ სწავლობ და სპეციალურად დავიწყებ მათი, ასე ვთქვათ, საშუალო რა დროს ჭირდება ადამიანს, რომ ეს პროგრამები ისწავლოს. HubSpot-ის, Salesforce-ის და ეგეთი ტიპის პროგრამების შემთხვევაში არის სიგიჟე 350 საათი. და ყველაზე მარტივი აი ClickUp-ი და ეგეთები რო არიან, მაგათ ჭირდებათ 35-50 საათი. Steve Jobs-მა თავის დროზე თქვა, ინტერფეისი უნდა ისწავლებოდეს მაქსიმუმ 20 წუთში. მე ვფიქრობ, რომ დღეს უკეთესი შედეგებს მისწევთ. შეიძლება რომ ინტერფეისი 5 წუთში სწავლოთ, მაგრამ ეს საათები სიგიჟეა. ამიტომ ნახე რა ხდება. იმდენად ბევრი ინტეგრაცია გაქვს, იმდენად ბევრი აგენტურული სისტემა, N8-ი, დაუშვათ იქ live chat-ი, ინტერკომი, რომ ამ ინტეგრაციებს კომპანია იკარგება და შედეგს ვერ იღებს. ჩვენ მივხვდით, რომ დღეს არის დრო შეიქმნას ბიზნეს ოპერაციული სისტემა. უბრალოდ ვიწყებთ კომუნიკაციით. ზუსტად ისევ როგორც PC-მ დაიწყო, როგორც მობილურებმა დაიწყეს, ჩვენც ვაგვარებთ კომუნიკაციას. იმიტომ ვაგვარებთ, რომ ჩვენამდე არავის არ ქონდა მოგვარებული და გეტყვით რატომ. არ არსებობდა მსხვილი კომპანია, რომელსაც შეეძლო აბსოლუტურად ყველა მომხმარებელთან ერთდროული და პერსონალიზირებული საუბარი. ვერ შექმნიდი ეგეთ ეკონომიკას. ჩვენმა აგენტებმა ეს პირველად მოახერხეს. დღეს Zoom-ის აგენტი მერი პირადად იცნობს 10,000-ობით მომხმარებელს. იცის მათი ტკივილი, სურვილები, გემოვნება და აი ამ შედეგს მივახციეთ. მოგვარეთ კომუნიკაციის ეს მერი ის მერია, ხო, ტაბიძის მერი. ეს მერი არის Zoom-ის მერი. ფანერიტი ცოტა, მაგრამ ხო, მესმის, არ გაგაწყვეტინე, ძალიან საინტერესო იყო ეს, ხო. უბრალოდ აქ ერთი მომენტია მნიშვნელოვანი. მე როგორც მივხვდი შენი საუბრიდან, მე ხვდები რომ ვიჯერას შენს კომპანიას, შენ სტარტაპს, თქვენ სტარტაპს და ამ იდეას უყურებთ უფრო ფართო ჭრილში, ვიდრე ერთი AI chatbot-ია, თუნდაც იყოს ძალიან ძლიერი, აგენტურული, ყველანაირად გვერგებოდეს, ყველანაირად გულწრფელად, პატიოსნად პირდაპირ გვესაუბრებოდეს როგორც ადამიანი, მაინც თქვენ უყურებთ უფრო ფართოდ ამ კონტექსტს და უფრო პერსპექტივაში უყურებთ თქვენი ვიჯერას განვითარებას. მე რამდენადაც მივხვდი. ანალოგია რომ გავაკეთოთ, ეს არის ჯერ ის პერიოდი, როცა მობილურ შეუძლია მხოლოდ დარეკვა. ჯერ არაფერი სხვა არ შეუძლია. ჩვენი სისტემა მაგ ეტაპზეა. აი როცა smartphone-ის დონეზე მივა, წარმოვიდგენ რაღაცებს შეძლებს, მაგრამ ეს ჩვენთვის არ არის ჰიპოთეზები, ეს არის გამზადებული პროექტები, რომელსაც ბაზარზე გამოვშვებთ თვეების განმავლობაში, ყოველ 3 თვეში ძალიან დიდი აპდეიტი გვექნება. სხვადასხვა საქმე მინდა უთხრა სტარტაპებს, რომლებიც ეხლა გამოჩნდნენ, ძალიან ბევრი სტარტაპები ნახეს რომ ბაზარია და უნდათ შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. სხვადასხვა სისტემა მოვიფიქრეთ რომ დავეხმაროთ მათ ჩვენს ბაზარზე შემოსვლა. და ეხლა უკვე ჯერ არ დავანონსებ ბანკებთან ერთად შეთანხმებებს მივახციეთ. არ იფიქროთ ამაზე როგორც მოკლე, ასე ვთქვათ, ჭრილში გადაწყვეტილებაზე. აუცილებლად იფიქრეთ გლობალურად პრობლემის მოგვარებაზე, როცა ამას აკეთებ. სხვა შემთხვევაში ძალიან რთული იქნება თანამედროვე დროში კონკურენციის გაწევა. ჩვენ უკვე ვერ გვიწევს კონკურენციას, მაგალითად live chat, რომელიც გაცილებით უფრო მაღალი შეფასებისა ვიდრე მილიარდიანი კომპანია და ჩვენს რამოდენიმე პარტნიორს ჰქონდა ეს live chat, იყენებდა ჩატების გაერთიანებაში. ენაშიც შეზღუდვა არ იყო, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენ ბევრად უფრო უკეთეს solution-ი შევთავაზეთ. ამიტომ აუცილებლად ამ სფეროს უნდა შეხედოთ ძალიან გლობალურად და ფართოდ. ხო, სანდრო, რა მინდა იცი, ხა, ბიჭო, რომ ბევრნაირ თემას მოვედეთ, ანუ შორიდანაც მივედით, ახლოდანაც მივედით, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად ხა მინდა რომ თქვენი პროდუქტი უშუალოდ, აი, ყველაზე პრაქტიკულ დონეზე განვიხილოთ, ამ წუთში რაც გიჭიროთ, ამ წუთში არ ვსაუბრობ მე ფართო კონტექსტზე, ვსაუბრობ ვიწრო კონტექსტზე, თქვენი ახლანდელი პროდუქტი, რომელსაც ნერგავთ სხვადასხვა კომპანიაში, AI აგენტური chatbot-ი კონკრეტულად რა ფარგლებში მოქმედებს, რას აკეთებს და რა პრობლემებს უწყვეტს კომპანიას, ასე ვთქვათ, აი რა ღირებულების მატარებელია. ყველაზე საინტერესო, ისიც საინტერესო იყო, რაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ თავარი ფოკუსი ეხა მაყურებელსაც რაც აინტერესებს, დარწმუნებული ვარ, რო არ ვქეთ გვაუცილებლად დაგვიზერდნენ კომენტარში, რა არის ეს პროდუქტი, ხა ბევრი ვილაპარაკეთ ისტორიაზეც, როგორ მიხვედით, მიღწევებზეც და აი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ რას აკეთებს და რა პრობლემას უწყვეტს კომპანიას ამ წუთის მდგომარეობით. ჩვენ ამ მომენტში რასაც ვაკეთებთ, არის გარედან შეიძლება ჩანს როგორც უბრალოდ ჩვეულებრივი chatbot-ი, როგორც შეიძლება ეძახიან.
მაგრამ ეს არის კონკრეტულზე თუ ჩავალთ, ჩვენ ვაჩქარებთ არა მარტო კომუნიკაციას და ინფორმაციის მიმოწვლას. ვაჩქარებთ ზოგადად შედეგებს და ამას ვახერხებთ ბევრი სხვა ინსტრუმენტით, რომელიც ახლა ისე რომ ჩავყვე ცოტა დეტალებში არ მინდა რომ ჩავყვე მაგას რა, მაგრამ გვაქვს ბევრი ბევრი პატარა ინსტრუმენტის, რომელიც ქმნის ერთ მთლიანობას და ამას სანდრო ცოტა ხნის წინ ეძახდა ოპერაციულ სისტემას. ჩვენ თვლით და გვაქვს ის ამბიცია, რომ გავაკეთებთ ზუსტად რაღაცა მსგავს. პირველ ბიზნეს ოპერაციულ სისტემას სოფლიოში. მე ამას ვანონსებ და პროდუქტის დონეზე ამ წუთის მდგომარეობით მე რამდენადაც თქვენთან ვისაუბრე პოდკასტამდეც და ეხაც ვისმენ, ეს არის რაღაცა ჩავთვალოთ AI აგენტურის სისტემა კომპანიისთვის, რომელიც აერთიანებს, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხს კომპანიისთვის და კომფორტულად AI აგენტი სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში ესმის მომხმარებლის ძალიან კარგი მიხსიერებით იმახსოვრებს მნიშვნელოვან დეტალებს, ერგება კონტექსტს მაქსიმალურად და კომპანიის არსებულ ცოდნას, ასე ვთქვათ, გადასცემს, მითითებებიდან გამომდინარე მოქმედებებს სჩადის და ასევე ადაპტირდება დროთა განმავლობაში, ჭკვიანდება, ასე ვთქვათ, განვითარებასთან ერთად და უკავშირთან ერთად. მოდი ცოტა პროვოკაციურად შევაჯამებ ამ ამბავს. რეალურად რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ვქნით კომპანიის წარმომადგენელს, თანამშრომელი, რომელიც გაცილებით უკეთესია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი იქნებოდა. პანდორას ყუთი გახსნილია, კაცობრიობა ამ დონამდე მივედით და პირდაპირ ვამბობ. ვერ იპოვი ადამიანს, რომელიც იქნება ჩვენს აგენტზე უკეთესი. და ჰიპოთეტურად რომც იპოვო, მას არ შეეძლება 10,000-ობით სხვა ადამიანის ერთდროულად დამახსოვრება და მათთან კომუნიკაცია. ამიტომ ეს არის ვქნით კომპანიის ახალ წარმომადგენელს, რომელსაც საუბარი შეუძლია ჩატებშიც, ცხელხაზეც და ძალიან მალე ვიდეო გასაუბრებაზეც ადამიანს ნაცვლად შევა და გააკეთებს საქმეს. რევოლუციურად შეიძლება ჟღერდეს, ტექნოლოგია აქამდე მივიდა, ჩვენს აქამდე მივედით და რავი ჩვენს პარტნიორებს, ან მაყურებლებს, ან კონკურენტებს, ან რავი ვინც არ უნდა იყოს, შეუძლიათ შევიდნენ და გატესტონ როგორ მუშაობს ეს სისტემა. ძალიან კაი. წერან ახსენე ტექნოლოგიური სტარტაპები, სანდრო. მინდა რომ აი ამასაც მე ვიცი, რომ შენ დიდი გამოცდილება გაქვს ზოგადად, ეხაც გვიხსენე და ისედაც თქვი, რომ ორივე თქვენგანს გაქვთ დიდი გამოცდილება ტექნოლოგიურ სტარტაპებთან დაკავშირებით. აი, მოდი ერთი წამი ახლა AI-ც მოვიაზროთ, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ ტექნოლოგიური სტარტაპების, მათ შორის საქართველოში განვითარების პერსპექტივები, საითმიდის გზა, რა შეცდომებს უშვებენ, რატო არ ვითარდებიან, ან რა პრობლემებს აწყდებიან. მოკლედ, აი ეს მთელი სურათი რომ დამანახოთ, ეს მინდა ტექნოლოგიურ სტარტაპებთან დაკავშირებით, საქართველოს კონტექსტზეც და გლობალურ კონტექსტზეც. ტექნოლოგიურ სტარტაპებში გაადვილდა ყველაზე რთული ტექნოლოგიის შექმნა. და დემეტრი არის მაგისი მაგალითი, რომელიც დღეში ერთ ახალ apps უშვებს და solutions და შეიძლება ეგ მოყვე ორი სიტყვით ალბათ. და მე უფრო აუხსნით ადამიანებს რა შეიცვალა ამ ეკოსისტემაში. მე რამდენი დღეზე ხარ უკვე? დღეს 36 დღეა. 36 აპი, ხო? 36 აპი ექნება დღეს. თუმცა სტარტაპებზე ჩემს აზრით ერთი საინტერესო რაღაცის თქმა შეიძლება რა. ზოგადად რო გადავხედოთ ისტორიას, სტარტაპები მოდის Silicon Valley-დან, თვითონ აი კლასიკური სტარტაპი, რასაც ქვია, ეს აი ინოვაციური სტარტაპი. გარაჟის სტარტაპი. პირველი იყო HP. ამ ხრივ. ჩემთვის სურპრიზი იყო პირველი HP იყო, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა დიდ კომპანიასთან იყო ასოცირება, მაგრამ რო ჩახედავთ, ნახავთ რომ აქედან დაიწყო და ეს რაღაც მოხდა დაახლოებით 80 წლის წინ. ანუ საკმაოდ ახალი რაღაცაა სტარტაპები. და შემდეგ ამერიკას ჰქონდა ის ზუსტად უნიკალური პირობები, რომ ძალიან ბევრი ფული ჩაედოთ ძალიან დიდ რისკებში და გაამართლა ამან. ეს მე განვითარდა, მე შემდეგ კრიზისიც იყო, იქ დათქმა იმის კრიზისი, კომპიუტერები შემოვიდა, Apple, Microsoft მოწინავე ბრენდები მაგ მიმართულებით და შემდეგ წამოვიდა მეორე ხაზის სტარტაპები Facebook-ის თამადობით მარტივად ახლახანს რა მე ვარ მიჩვეული იმას რომ აი შემდეგი Facebook-ი რომ იძახდნენ ადრე. იმიტომ რომ Facebook იყო პირველი მაგალითი იმის რომ ანუ პირველი არა ერთ-ერთი დიდი მაგალითი იმის რომ უკვე hardware-დან გადავედით software-ზე, ანუ უკვე წავედით ამდენი ფული მიდიოდა უკვე თვითონ პროგრამულ უზრუნველყოფებში. და ამის შემდეგ უკვე მოვდივართ ახლა აი ამ ფაზამდე, სადაც ჩემი აზრით ისევ ესეთი ფაზები იქნება. და ახლა უკვე მალე იქნება გარდამტეხი პერიოდი, ჩემი აზრით, სადაც გადავალთ ახალ ფაზაზე ადამიანების და AI აგენტების კოლაბორაციულ ფაზაზე. სადაც უკვე თვითონ პატარა ჯგუფები იქნება, სადაც ეს პატარა ჯგუფები მოახერხებენ იგივეს
ხაი 5 კაციანი ჯგუფები მოახერხებიან იგივე საერთოდ 300 კაციანი კომპანიები ვერ ახერხებენ დღეს და აწევენ გაცილებით მეტ ფულს ამაში მილიარდებს ფაქტობრივად ეხაც უკვე ხდება იწყება და ეს უფრო დიდი გახდება მე ვიტყოდი ჩემი პერსპექტივიდან მე ვიტყოდი ესე დღეს მოდის ვიჟენერების ეპოქა ადრე მაგალითად შენ შეიძლება გქონდა ვიჟენი და ვერ დაგელაგებინა ტექის თემა. ტექის თემა დღეს ბევრად უფრო მარტივად დავაგებადია, ამიტომ თავარი კომპონენტების სტარტაპის ხდება გაყიდვების უნარი და ხედვა, საიწავა ტექნოლოგია რომ რაც შეიძლება მეტი სწორი გადაწყვეტილება დაასწრო კონკურენტებს. ეგ არის მთელი ამ ამბის ამოცანა. სხვადასხვა ახლა მე და დემემ აქსელერაციებს ყველგან ერთად მივიღეთ მონაწილეობა. უბრალოდ ისე აღმოჩნდა რომ მე არაერთხელ გავხდი უკვე ჟიურის წევრი თვითონ აქსელერაციის პროგრამაში და მენტორიც. დღეს მე უნდა ვთქვა რომ საქართველოს ჩამორჩებით ტექნოლოგიურადაც და სტარტაპული აზროვნებითაც სხვა ქვეყნებს. სხვა რა წამყვანს მაგალითად რა ისრაელში რაც ხდება, ან შეერთებულ შტატებში რაც ხდება. დამნაშავეები არ ვართ ძალიან ახალია ჩვენთან ეს თემა და უფრო და უფრო მეტად გაუმჯობესდება. უბრალოდ ეკოსისტემის მთავარი პრობლემა გვაქვს ის, რომ ქართული კომპანია და იუნიკორნი არ გვაქვს. არ არის ქართული იუნიკორნი. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. არსებობს მისაბაძი მაგალითი. მე ვხედავ ერთ ძალიან დიდ პრობლემას საქართველოში და ეს ალბათ ჩვენი აღზრდის ბრალიც შეიძლება იყოს კულტურის რომ უმეტესობა ადამიანს არ ჯერა რომ შეძლებს Google-ის პროექტის დამარცხებას. შეძლებს კომპანიის შექმნას, რომლის კაპიტალიზმი მილიარდი კი არა ტრილიონი იქნება. არ ჯერათ და ხანდახან რომ ვიღაცებს ვეუბნები, ყველას გონიათ რომ დაეგზიტების სტრატეგია გვაქვს 100 მილიონზე. 100 მილიონი არ გვაინტერესებს. არც 1 მილიარდი არ გვაინტერესებს. არც 100 მილიარდი არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს ერთი რამე. შევცვალოთ იმ დონეზე ყოველდღიურობა, რომ ბიზნესი სანამ შეიქმნება, მოუწიოს ვიჯერა წერტილი.com-ზე შესვლა და რეგისტრაცია. აი ამ დონის ინოვაციას ვფიქრობთ, რომ ჩვენ დავნერგავთ. და თუ ესე დღეს არ იფიქრე, იმ პატარასაც ვერ მიაღწევ. რომ კონკურენცია ძალიან დიდია. 13 წლის ბავშვს შეუძლია უფრო მაგარი სოფტვერის გაკეთება, ვიდრე შენ full stack developer-ს, რომელსაც 10 წელი ბანკში გაქვს ნამუშევარი. აი აქ მივედი დღეს. ამიტომ შეცვალე ვიჟენი, შეცვალე მასშტაბი და მაშინ მოგეცემა შანსი. ამას თუ არ აკეთებ, ისე სწრაფად ჩაიყლაპები დღევანდელ კონკურენციაში, ინოვაციურში, რომ ვერც კი მოასწრებ გააზრებას რა მოგივიდა. პატარა ნიშა, პატარა ქვეყანა, ბაზრების აღება, ეს ჩემო მეგობრებო უკვე არის ძალიან მოძველებული. იფიქრეთ გლობალურად. ეგ არის ერთადერთი გამოსავალი. მარტო იდეის დონეც რომ გაქვს, მაშინაც გლობალურად უნდა იფიქრო. ჩემი აზრით, ხანად შანსი არ გექნება. ხო, მან მეც ვიტყვი ჩემს აზრს ორი რაღაცა, ძირითადად ალბათ მარტო საქართველოს პრობლემა არ არის, ეს სხვა ქვეყნებშიც გვხვდება შეიძლება ეს პრობლემა. ერთი ხშირი პრობლემაა ხოლმე, გახშირებული პრობლემა სტარტაპებთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ტყდება უბრალოდ და ცალსახად თავშივე საფუძველშივე შეიძლება ითქვას თამამად, რომ სტარტაპი ის სამყაროა, სადაც შეიძლება 16 ჯერ გატყდე და 16 ჯერ დამარცხდე, კი არ გატყდე, არც ერთხელ არ გატყდე, 16 ჯერ დამარცხდე და მე 17 ჯერ რაღაცა ამოგდო და ამისი ძალიან სერიოზული მაგალითები არსებობს და ეგ არ უნდა დაგემართოს და მეორე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ არსებობს ბევრი ადამიანი, ალბათ საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, რომ სტარტაპს აკეთებს მარტო სტარტაპისთვის. ორი ამოცანის გადასაწყვეტად. ერთი ან ჯიბეში ჩაიდოს ფული სერიოზულად და მე არ ვამბობ, ეხლა ძალიან რეალისტურად ვაფასებ იმას არ ვამბობ რაღაცა იდეალებში არ მივდივარ და ისე არ ვამბობ რომ ფული არ იყოს მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვის ფული არის სერიოზულად მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მაგისთვის შრომობთ, მაგრამ როცა ამოცანა მარტო ეგ არის, თუნდაც YouTube-ზე და თუნდაც ჩვეულებრივ ბიზნეს სტარტაპში, რომ აი მე ხა ავდგე და ფული ვიშო, ან ამოცანა მარტო ის არის, რომ სიტყვაზე მე გავხდე ცნობილი და ასე ვთქვათ, რაღაცა მოვიპოვო ავტორიტეტი და რაღაცა, აი ეგ არის, ჩემი აზრით ეგ უკვე ავნებს სტარტაპს იმიტომ რომ როგორც კიდე ერთხელ ვიძახი რა, არ მინდა ვინმე გამიგოს ახლა რომ მე რაღაც მორალისტობ და რაღაცა. რა თქმა უნდა, ფულიც ცალსახა მნიშვნელოვანი თემაა და რა თქმა უნდა, ავტორიტეტი, როცა რაღაცას ვაკეთებ, ხალხი გვიფასებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა უკავშირი, არ ვარყოფ და არ ვამბობ, რომ ეს მნიშვნელოვანი არ იყოს. უბრალოდ, როცა ეგ არის ნომერ პირველი, მაგ შემთხვევაში ჩემი აზრით ძალიან სუსტ პროდუქტთან მივდივართ, იმიტომ რომ როცა ვაკეთებ სტარტაპს, ჩემი აზრით, აი რაცაც ყვებოდა სანდრო, უნდა ორი რაღაცა კრიტერიუმს უნდა ვაკმაყოფილებდეთ. პირველი, უნდა გქონდეს ხედვა და უნდა გვინდოდეს ძალიან რაღაცა, თუნდაც ძალიან სერიოზული ტიპების დამარცხება ამით,
ასე ვთქვათ, სერიოზული პროდუქტის შექმნა და რაღაცა საზოგადოებაში რაღაც სარგებლის შექმნა და მეორე ისა, რომ უნდა გვიყვარდეს ფიზიკურად პროდუქტი. მე ბევრ სტარტაპერს შევხვედრი ვარ და ბევრი თემა გამიგია, რომელიცაც არც სჯერა თავისი პროდუქტის და არც უყვარს. ეს ასეული ფენომენია ხოლმე, რომ შეიძლება იდეაზე შეყვარებული არ იყო და იცოდე, რომ აუცილებლად შეცვლი პროდუქტს განავითარებ, მაგრამ როგორ შეიძლება არ იყო შეყვარებული იმაზე, რასაც კაცობრიობას მოუტან. ინოვაციური სტარტაპი არის კაცობრიობის მასშტაბიდან აზროვნება, რომელსაც აფოკუსირებ კონკრეტულ ადამიანზე. აი, ამ რაღაცების გაერთიანება ცოტა რთულია, მაგრამ უნდა შეგეძლოს, რომ კი შენ ფიქრობ, რომ შეცვლი ყველაფერს, მაგრამ თან უნდა იცოდე ზუსტად ვისთან უნდა მიხვიდე დღეს, რომ ეს დაიწყო. მოკლედ ეს ორი რაღაცა, რაც უნდა გაერთიანო და აქ ყველაზე მთავარი ფაქტორი მაინც გუნდია. რა ვიცი, სხვადასხვის ფულის თემა ახსენე და ის რომ ბევრი ადამიანი ფოკუსირებული არის ფულის მოპოვებაზე სტარტაპით, ანუ ეგ მაქსი ადგილი არ არის. ძალიან ბევრი კარგი ადგილია, სადაც ფულს ბევრად უფრო მშვიდად და შეიძლება მეცაც იშოვ. სწრაფად. აქ შენ უბრალოდ არ გასვენებს რაღაცა. აი ეგაა მთავარი. ეგ ჭიარო ხალხს შემძროლე. მე და დემე უკვე რამდენი წელია ვაკეთებ სტარტაპს. ფული არასდროს არ ყოფილა პრიორიტეტი. თლად კარგი ეგ არ არის, იმიტომ რომ ბევრჯერ გავეჭედეთ მე გზაში. ხო, ანუ მაინც კიდე ერთხელ აღვნიშნავ რა, მაყურებლისთვისაც რომ ისე იყო, ხა სამი ბიჭი შეიკრიფა და საუბრობს რომ ვითომ ფული არ არის მნიშვნელოვანი. ეგრე არ მინდა რომ გაიგოს მაყურებელმა საერთოდ არ გულისხმობთ მაგას. ანუ პირიქით რა დღევანდელ სამყაროში არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. მე უბრალოდ გამოთქვი აზრი, რომ როცა მხოლოდ და მხოლოდ უპირობოდ ეს არის პრიორიტეტი როცა არის. მაგ შემთხვევაში ჩემი აზრით მაშინ გახსენი რაღაცა სხვა ტიპის ბიზნესი და აკეთე მარტო ბიზნესი და რავი ძალიან აბსოლუტურად ადეკვატურად მიმაჩნია, ვერ ხედავ ვერანაირ პრობლემას მაგაში და პირიქით ხო გეუბნებით მეც მეკეთებია ეგეთი ბიზნესი პირადად პარტნიორთან ერთად ჩვეულებრივი ვაჭრობა და ძალიან საპატივცემულო საქმიანობად კი საპატივცემულო საქმიანობად მიმაჩნია, არაფერ პრობლემას მაგას ვერ ვხედავ. უბრალოდ როცა ვეჭიდებით სტარტაპს და ცოტა ისეთ თემებს, რაც ჯერ არა გამოცდილია, ასე ვთქვათ, და რაღაცა სიახლეა ბაზარზე, აი სტარტაპიც ხო იდეაში მანდიბადება ხოლმე რეალურად რა და არა ტრადიციულ ბიზნესში. ხო და აქედან გამომდინარე, როცა მაგას ვეჭიდებით, აი იქ ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო ჩემი აზრით და ხო პირველი რაც დავაპრიორიტეტე, რომ უნდა რაღაცა ხედვა გქონდეს, ანალიზებდეთ და უნდა გიყვარდეს ის პროდუქტი, მოგწონდეს, გიხაროდეს იმას რო აკეთებ და შეიძლება მართლა სანდროს თქმის არ იყოს, ბევრჯერ შეიცვალოს ის, ბევრჯერ რაღაცა განავითარო, მაგრამ როცა გააქვს, აი რო არ გასვენებს მართლა რაღაცა, აი მანდ მოდის უკვე შედეგები რა. შეიძლება 100%-ით არ მოვიდეს შედეგი, შეიძლება ყველა შემთხვევაში არ მოვიდეს, მაგრამ ჩემი აზრით ალბათობა რომ მოვიდეს რაღაცა დონეზე მაინც ამ შემთხვევაში არის უკვე რაღაცა რა. მე ვიტყოდი ასე, ყოველ არ გაჩერებაზე და არ დანებებაზე წარმატების ალბათობა გეომეტრიულ პროგრესით იზრდება. არ გაჩერდე, კიდევ უფრო დიდი შანსი გაქვს წარმატების. სხვადასხვის მე გეტყვით, აი ჩვენ გვაქვს უნივერსალური და ძალიან მარტივი ფილოსოფია, დემეტრე დამეთანხმება მაგაში. ჩვენ არ ფოკუსირდებთ არც ინვესტორებზე, არც დაუშვათ არაფერზე საერთოდ, გარდა ერთი რამისა. შევქმნათ პროდუქტი, რომელიც უყვარს ჩვენს მომხმარებლებს. ეს არის ყველაფერი. ჩვენი გამოგონება ეგ არ არის, მოვისმინე სტივ ჯობსი ამბობდა ამას უსტად და ჩემი აზრით 100%-იანი თქვა. თუ შენ შეძელი ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც უყვარს შენს მომხმარებელს, ფული, აღიარება, მასშტაბი ყველაფერი მოდის თავისით. ამიტომაც არის რომ, რავი, უკვე 14 კომპანია რაც დაფაბლიშებული გვაქვს, ეს არის აისბერგის მწვერვალი. ჩვენ პრაქტიკულად უკვე საქართველოს ბაზარი მორჩით. აბსოლუტურ დომინაციას ვაკეთებთ აგენტურულ სერვისებით ყველა სხვა სერვისზე. ეგ თავისით მოვიდა. რეკლამა არ გაგვიშვია ჯერ $1-საც კი. ბრატომ, იცი? და პროდუქტის შევქმნით, რომელიც მომხმარებლებს მოსწონთ. და იმისი უფლება მოგცეს, რომ თავზე ეწეროს ვიჯერა. აი ეგ არის მთელი ამბავი. და შენ თუ ვერ შექმენი საამაყო პროდუქტი, მაშინ ამის უფლებას არ მოგცემ. ხო, სხვადასხვის აი მაგაზე ეხა მეც მინდა გითხრათ, რომ არც AI პლუს ჯორჯიას არც ერთ არხზე არ გაშვებულა არც ერთ ცენტიანი რეკლამა ამდენ არხზე ორ წარმოდგენილი. იმიტომ რომ აი სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ანუ ამ წუთში რა პროდუქტსაც ვქმნი, მე ხო ვიცი რა არის, ასე ვთქვათ, კარგი, რა არის სუსტი, რა გეფები მაქვს, რა და სხვა შორის ამაზე საჯაროდ ვლაპარაკობ ხოლმე, არ ვმალავ, ანუ საჯაროდ აი მაგალითად მაგალითს დაგესახელებ YouTube-ზე ჩამორჩით განვითარებაში სხვა არხებთან შედარებით წინა თვეებში. ამისი მიზეზი იყო, ბევრჯერ დავასახელე, ის რომ ჩვენ გვქონდა მარტო პოდკასტ
line და არ გქონდა tutorial line. ანუ მხოლოდ ლაპარაკი გქონდა და არ იყო პრაქტიკული ჩვენება. ეს იყო მთავარი მიზეზი, როგორც კი ამისი გამოსწორება დავიწყე, აი ეხლა ძალიან კარგად მიდით, ნორმალურად ეხა რაღაცას ვასწავლოთ არა, იმიტომ რომ შაურმას არ ვჭამთ, ეხა შაურმას რო ვჭამდეთ, ბევრად უკეთ წავიდოდა და რო ადარებდეთ ერთმანეთს რომელი შაურმა მოგწას. ხო, ანუ ეგეც ცუდად არ გამიგოთ, ეგეც საპატივცემულოდ უბრალოდ ნიშურია უბრალოდ და თავისი განვითარების ტემპი აქვს და არა სხვანაირი, მაგრამ იმიტომ რომ აი ვერ ხვდები ვერანაირად დანიშნულებას. ისედაც ბევრ კონტენტს ქმნის სხვადასხვა პლატფორმაზე და ეს არის რასაც ვაკეთებ ამ წუთში და მე ვფიქრობ, რომ რა ინტერესსაც ვიწევ, ეგ გამომდინარეობს ჩემი პროდუქტის ხარისხიდან. და როგორც კი დამუღამებული მაქვს, ასე ვთქვათ, როგორც კი ვცვლი ამ პროდუქტის ხარისხს, როგორც კი რაღაც upscale-ს ვაკეთებ, მაშინვე მოდის უკეთესი შედეგები. ხო და ნუ ეხლა მე კი რაღაც მექანიკურად რაღაცას ეხლა რო დავიწყო ფულის ჩაყრა, თან ბევრი ფულის ჩაყრა რეკლამაზე, მექანიკურად რაღაცა შედეგებს მოვიტან, როგორ არ მოვიტან, იგივე დონეზე კი არ დარჩება, მაგრამ ის ხო რეალური არ იქნება ჩემთვის რა, ანუ მე მინდა რომ თუ დემეტრე იქნება ჩემი გამომწერი, ჯეროდეს რომ ეს კაცი აკეთებს კაი საქმეს რა და მე მარგია რა და თუ ჩათვლის სიტყვაზე ხა თუ რეკლამა მოვარდება და შემთხვევით დააკლიკებს და რაღაცა რა მნიშვნელობა აქვს გავა ორი კვირა და დემეტრე ან არ მიყურებს ან საერთოდ unfollow-ს გამიკეთებს. არა, მაგალითად პირობითად ვეძახა. ან არ მიყურებს, ან unfollow-ს გამიკეთებს ფიზიკურად, რომ ეს ვინ არის, ხო? და მე მინდა ანუ რეალური, ანუ ამით კი იმას კი არ ვამბობ, რომ რეკლამა არაფერ შუაშია და ცუდია რაღაცა. უბრალოდ სტარტაპ დონეზე, მეც სტარტაპი ვარ პრინციპში ეხა, ცოტა სხვანაირი სპეციფიკური სტარტაპი, მაგრამ ჩემს თავს სტარტაპად მოვიაზრებ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ფიდბექებით ვითარდები, რაც აი ბოლო 8 თვეა, ხო და ბევრი სხვა კრიტერიუმის გამო და აი მე ვფიქრობ, რომ აი ეგ თავარი არის პროდუქტის ხარისხი, მოკლედ და ნუ ამაზე გარკვეული კომუნიკაცია. ეხლა კიდევ ერთხელ ვიზახე, იქ რეკლამაც თუ იქნება დამატებული ძალიან კაია, უბრალოდ თუ მარტო რეკლამაა შენი ამოსავალი და ისეთი სტანდარტ მოდი ეხლა დავბუსტოთ $200 და რაღაცა, ნუ იქ არ ვიცი. რაღაცა პერიოდი შედეგს მოგცემს, მაგ ძაღლაში ამბავი არის ვარ. სხვადასხვის მართალი თქვი, ანუ შენ ჩემი აზრით გადიხარ სწორ აუდიტორიაზე, ზუსტად იმის გამო, რომ ხარისხს ანიჭებ უპირატესობას. ჩვენმა გუნდის წევრებმა მითხრეს, ნახე, ვიჯერას შედარება არისო. უყურებენ ხოლმე შენს reels-ებს, tutorial-ებს და ჩემი აზრით გახვედი იმ აუდიტორიაზე, ვინც არიან ინჟინრები, მათ შორის და ამ AI ენთუზიასტები. ამიტომ მეც მაგისი მჯერა რომ რეკლამა რაღაც მომენტში ალბათ საჭიროა, როცა შენ უკვე ჩემი აზრით შენ გიპოვეს იმ ადამიანები, ვისაც აინტერესებს ეს კონტენტი. და დემეტრეც გიყურებ და მე სიმართლე გითხრა არაფერს არ უყურებ. ესე გამოვიდა ეხლა იმდენად ბევრი გაწყვეტლება მისაღები, რომ ჩემ რაღაცაზე ვარ მარტო ფოკუსირებული, მაგრამ ძალიან ხშირად ხდებოდა შენი rilsები და იმან ვნახულობდი ხოლმე რა. სანდრო, ზუსტად შენი სეგმენტი ვართ, მოკლედ თავიდანვე მეც ერთი 4 თვის წინ თუ მგონი 5 თვის წინ ნახე პირველად მაგის მერე ხო მე მგონი ვთანხმდებით მაგაზე რომ პროდუქტის product development-ი საბოლოო ჯამში არის პროდუქტის ფუნდამენტურად მუშაობა ჩვენს პროდუქტზე არის გადამწყვეტი მომენტი რა მე ჯერა ეგეთ რა შეიძლება ვწდებოდე რეკლამის აზრი არის ერთი მიიტანო ფრომეთ ადამიანამდე ღირებულება რასაც ემსახურები მე რეკლამას არ ვუყურებ როგორც პროდუქტის გასაცნობ ადგილს ღირებულების გასაცნობ ადგილს ვუყურებ რა ვწდებოდე და ეგრე არ მუშაობს კარგი მეგობრებო ბოლოსკენ მინდა რომ განვიხილოთ ორი საკითხი ერთი მინდა რომ განვიხილო შენი vibe coding-ის კამპანია წეგან წაუყურვე შენ სანდრო რო გითხრა ხო ბოლომდე არ ჩაშალე მეგობრებო არ ვიცით დემეტრე შეგიძლიათ მონახოთ Facebook-ზე და გამოწეროთ ასეთი კამპანია აქვს აწეული ბოლო 36 დღეა ყოველ დღე დებს რაღაცა API-ის იდეას რაც შეიძლება ხელოვნური ინტელექტით გააკეთო და პლუს ნამუშევარს კიდე ანუ ნამუშევარი აქვს იმ API-ზე ხო და ძალიან საინტერესო იდეები მოიტანა რა და ძალიან საინტერესო კამპანია ამაზეც ორი სიტყვა რო გითხრა დემეტრე და პლუს კიდე შენი ხედვა რო გითხრა საერთოდ აი vibe coding-ზე AI აგენტებზე ასე მანუალურად განვითარებულ AI უпростоრად მანუალურად ყველაფერი განვითარებული ცალკეულად პერსონების მიერ განვითარებულ APP-ებზე და AI აგენტებზე მე ეს ჩელენჯი წელს დავიწყე მაგრამ ალბათ ერთი 3 თვე ვაყოვნებდი რა იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა რომ გამოჩნდა, გამოვიწვიე ნიზლავი ჩემ მეგობართან
ჩემი ინიციატივით, რომ მეთქი 100 დღე შემიძლია თავისუფლად აპები გავაკეთო თქო. ავდემე აქვე ერთ რაღაცაში უცებ ჩაგიჭრე, შეიძლება ინტერაქციული იყოს. მე ესეთი ჯიუტი ადამიანი არ მინახია როგორც დემეტრი არასდროს ცხოვრებაში. მე რამდენი დღე გაქვს ტრიკის პროდუქტანზე? ტელეფონი არ მაქვს, მაგრამ ალბათ ერთი 730 იყო მგონი. როგორ რაცა გააკეთა? აი პროდუქტანზე სადაც მოვიგეთ, იქ არის რომ ის პლატფორმა ითვლის რამდენ თუ ყოველ დღე შეხვედი გაფიქსირებს. მე 700 რაღაცე დღე არის ტიპი შედის ყოველ ჯერზე პროდუქტ ჰანტზე და არ გამოვტოვებია, იმიტომ რომ ერთხელ უბრალოდ თქო რომ ამას ვიზავ. ამიტომ ძალიან ჯიუტია. ითხრეს რომ კაია, სტრიკი კონდეს და კარგი თქო. მაგის ვერ სტრიკი მაქვს, ხო და მსგავსად მე ვცდილობ რომ არ ვიცი სიჯიუტე არის თუ აი მოტივაციას ეგმაძლევს სვანური კარგი სიჯიუტე. აი ძალიან მოგადაგდა, ნამდვილი სვანია სიჯიუტის ამბავი. ხო და ეგ მე ვთვლი რომ ძალიან ძალიან ღირებული რო არ მეგონას არ ვიქნებოდი ესეთი. თუმცა მე ალბათ ბევრს ურჩევდი რომ თავის თავს დაუმტკიცონ ხოლმე რაღაცეები, რომ რაღაცას რო ვიზავ, ადგები და გააკეთებ, არა მარტო თავდაჯერებას გაძლევს, ასევე რაღაც შინაგან ძალას გაძლევს ჩემი აზრით. ყოველ შემთხვევაში ეს დავიწყე ალბათ ხო როგორც თქვი 36 დღის წინ და ჩემთვის ის შესაძლებლობა რომ ყოველ დღე შემიძლია მივიდე სახლში და სანამ ჭამ ან გზაში სანამ ვფიქრობ რომ რაღაცა აპი ეს კაი იქნებოდა ან ვიღაცამ მითხრა რომ ესეთი რაღაც მაწუხებს და მაგაზე მოვიფიქრო ესეთი მარტივი რაღაცა ხან სულელური ხან ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილებებით თლიანი ფუნქციის, თლიანი პროდუქტის აწყობა, მე ადამიანს რომელსაც ტექნიკური განათლებაც არ მაქვს და მხოლოდ ვიცი რაც HTML, CSS, მაგის იქით ტერმინები ისე ვიცი, აი დიდად რას ნიშნავს, შეიძლება ვერ ხვდები, მაგრამ ინტუიციურად ცოტათი მესმის, ახლა რაც უფრო ვაკეთებ, უფრო მეტად ხვდები. ეს არის ძალიან მაგარი შესაძლებლობა. ყველასთვის, რომ შექმნან აი ეს პატარა თავისი იდეები, რაცაც ფიქრობდნენ, რაცაც აწუხებდათ, რომ ეს ნეტა როგორი იქნებოდა, ან ეს ჩემი აზრით ძალიან მაგარი რაღაც იქნებოდა, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ეს არის ალბათ ერთ-ერთი უმაგრესი რაღაც დღევანდელ დღეს, მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება უმაგრესი შესაძლებლობა, რომ თქვენი თავი გამოსცადოთ, თქვენი იდეები შეამოწმოთ და ნახოთ რაიმე აი ღირებულზე თუ გადიხართ. ამის მიუხედავად მე მინდა ერთი რამეც თქვა. ცოტა მიზან შეეწონილათ, რომ შევხედოთ ტექნოლოგიების განვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის არის ძალიან საყვარელი თემა, აპების კეთება და ვაიბ კოდინგი რაც ნიშნავს, რომ AI-ს აწერინებ, შენ უყურებ. როგორ გიიკეთებს იმას, რაც დაავალე. ამაზე ხუმრობდით ხოლმე, რომ ვაიბ კოდინგი აქამდეც არსებობდა, თქო რა, აი მაგალითად product owner-ი ვაიბ კოდერი იყო, ვიღაცა ეუბნებოდა თავის გულწრფელს გამიგეთ. ხო, ნუ რაღაცა მსგავსი ის შეგიძლიათ, რომ ყველას გახდეთ თქვენი პროდუქტის product owner. იმის თქმა მინდა, რომ გრძელვადაში მე ვთვლი, რომ ვაიბ კოდინგი არ იარსებებს საერთოდ. მაგრამ ეხა არის ძალიან მაგარი შესაძლებლობა და მარტივად ვიტყვი რატო აი უბრალოდ შევხედოთ აი ერთი-ორ მაგალითს წარსულში როცა იყო მსგავსი შემთხვევა როდესაც გამოვიდა ტექნოლოგია და გადაატრიალა ყველაფერი თავზე და შეცვალა ადამიანის ყოველდღიურობა მაგალითად საბჭოთა მანქანა ავტომობილი ინდუსტრიული რევოლუციაც და ინტერნეტი, აი ძალიან ბევრი მაგალითია. ყოველთვის იყო ერთი პატერნი, რომ თავიდან იყო ტექნოლოგია, რომელიც იყო საკმაოდ ექსკლუზიური, ძვირი, ხელმისაწვდომობა თითქმის არ ქონდა, მაგრამ ამის შემდეგ, რომ გამოვიდოდა მარკეტზე ეს ტექნოლოგია, ძალიან დიდი სრული შევიდა ამ პროდუქტის მიმართ. სიტყვას ვიხსენებდი, ინგლისურად ეძახიან hypes და ჩემთვის კარგი მაგალითია. hype ჩდება და ამ დროს აი ამ მომენტში ვართ ახლა ჩვენ hype-ის მომენტში ვართ, სადაც აი ამ ხელა მოთხოვნა არის, ამ ხელა სურვილი არის, ძალიან ბევრი ფული იდება ამ პროდუქტებში. იზრდება და იზრდება ეს პროდუქტები და ამიტომ ხდება ზუსტად ის, რომ კომპანიები ანთავისუფლებენ თანამშრომლებს და ასე ვთქვათ, ამ hype-ს ყვებიან და ანაცვლებენ და ასე ვთქვათ, შედიან კონკურენციაში. და აქ ზუსტად აი ამ hype-ის პერიოდში ხდება ესეთი რაღაც, რომ გამოაშკარავდება ხოლმე ყველა ძლიერი კომპანიები სამწუხაროდ სუსტი მოთამაშეები ქრებიან, იმიტომ რომ ამ მომენტში ჩდება ეხა ეს აი რასაც ვამბობთ, ბევრი იდეა, ბევრი სხვადასხვა ბიზნეს მოდელი, ძალიან დიდი ის არის, აი აჟიოტაჟი და ბევრი რაღაც ხდება. და ეს ყველაფერი მიდის იქამდე, ეს hype-ის ბუშტი იბერება ხოლმე. აქამდე ერთი 5 ჯერ გავიგე რომ გასკდება, მაგრამ ჯერ არ გამსკდარა და ამის შემდეგ მიდის იქამდე რომ ხდება კრიზისი. კრიზისის შემდეგ უკვე ეს ტექნოლოგია ხდება რეგულირებული, ხდება ყოველდღიური, მაგალითად ინტერნეტზე დომეინების მარკეტპლეისზე ყველგან მსგავსი რაღაც მოხდა რომ ხდება ყოველდღიური არის უკვე სტანდარტიზირებული გამოყენება აქვს ყველა მიცით რა შესაძლებლობები აქვს კი ვითარდება მაგრამ იმ სიჩქარით აღარ როგორც თავიდან hype-ის დროს იყო იმიტომ რომ hype-ის დროს როდესაც ბევრი იდეა ჩდება და სხვადასხვა პროდუქტები ერთმანეთს ეჯიბრებიან ყოველთვის იმარჯვებს ხოლმე ერთი
იმიტომ რომ აი ნაყინების მაგალითი არის რომ რომელი აი უბრალოდ ექსპერიმენტი ჩავატაროთ რომელი ნაყინია თქვენი საყვარელი აი გემო ნაყინის ვანილი გურჯაანის გურჯაანის იმიტომ რომ აწეული იყო გურჯაანის ნაყინზე TikTok-ზე კამპანია მთელი ზაფხული კი კამპანია მიმდინარეობდა ბიჭო შოკოლადის მე შოკოლადი მაგრამ დისტრიბუცია რომ ნახე არის რომ არავის არ აქვს იმდენი დრო რომ ყველაფერი შეისწავლოს არ აინტერესებთ აი არ მოიდგენთ რომ რაღაც დაავადება გაქვს და ცოტა დრო გაქვს ყველა უყურებს იმას რომ რა არის საუკეთესო შეიძლება საუკეთესო არის ის რომ უბრალოდ არის აი მაგალითად ექიმების შემთხვევაში შეიძლება საუკეთესო ექიმი ამ შემთხვევაში იყოს ის ვინც არის შენთან ახლოს და აქვს დრო შენთვის და არის თქვა სხვა მსგავს ექიმებს შორის საუკეთესო და ეს პროცესი გამოარჩევს ხოლმე მაგ კომპანიებს და კრიზისში ვინც გავა და შემდეგ იქნებიან სტანდარტიზებული სოლუშენები და ზუსტად ეგ გონია ძალიან გამიგრძელდა სიტყვა მაგრამ აკი არ უყურს სვანია დინჯია და არ უყურს გზლად საუბარია ალბათ რა თემებიც მომწონს მაგაზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო და ერთი არის ხა ეს ცუდად გამოვიდა მაგრამ მოკლედ ბევრ ერთს შევაჯამებ რომ მე მგონია რომ სწორედ wipe coding-ის ეხა შესაძლებლობები რაც არის გამოჩნდებიან დიდი მოთამაშეები რომლებიც აი ამ შესაძლებლობას აქცევენ ნიშურ აი wipe coding-ი. ანუ ეხლა გაფართოვდება, მე იქნება ესე ნიშური რაღაც, როგორც მაგალითად არის ცენტრალიზდება რაღაცნაირად. კი, ზუსტად და გახდება Excel-ის, აი Excel-ის ფორმულები რო იცი და მაგარ რაღაცებს აკეთებ, აი მსგავსი რაღაც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს. wipe coding-ი არის ერთ-ერთი კომპონენტი ბიზნეს კეთების, მაგრამ არა თავარი და ერთადერთი ამ შემდეგ უბრალოდ ეხლა გახდა მარტივი ეგ ამბავი. software-ის წერა თორე. საბოლოოდ შენ როგორ უყურებ სანდრო ეგეც გითხარი თუნდაც ამ თემებს თუნდაც აგენტებს და თუნდაც აი განვითარებას AI-ის მიმართულებით AGI ადამიანთან ურთიერთობა აი ამ ყველაფერს როგორ უყურებ შეაჯამე და ამით დავასრულოთ ჩვენი ეპიზოდი აი wipe coding-ს თუ თვითონ AI-ის რას ფიქრობ მოსდობია ვისაუბროთ იცი რა მინდა რომ ერთსაც მითხრა შენი აზრი და მეორესაც wipe coding-ი AI აგენტები AI-ის განვითარება ზოგადად AGI და AI-სა და ადამიანის ურთიერთობა wipe coding-ის სწავლას მე არ დავიწყებდი კაცმა არ იცის როგორ მოხდება საბოლოო ჯამში ახალი software-ების შექმნა და ბიზნესები მე ვისწავლიდი ერთ რამეს როგორ ამოვიცნო ჩვენ სამყაროში რა პრობლემებია და როგორ ვიფიქრო საუკეთესო გზაზე მათი მოგვარების. ეგ არის თუ შენ გაფიქრდება software-ი, მაშინ wipe code, მაგრამ თუ შენ გაფიქრდება ბიზნეს მოდელი, შეიძლება software-ის შექმნა არც იყოს შენ ცენტრალური ნაწილი. სხვა რაღაცები აკეთო, ამიტომ ეს ფოკუსი რაც ერთზე არ არის. მთავარი არის რომ კრეატიულობის უნარი გაზარდო და მე ძალიან მჯერა რომ გენიოსებსაც ვისაც ვეძახით, იმათაც ჰქონდათ უნარები, რომელიც სწავლადია და განვითარებადი. ხელოვნურ ინტელექტს მე მთელი ცხოვრება ვუყურებდი ასე. ეხლა არ დაწყებულა მართლა ეგეთი ვიჟენი მქონდა რომ ადამიანმა როდესაც შეძლო ერთი ქვისგან მეორე ქვის გამოთვლა მან უკვე დამთავრებული იყო ამბავი ეს ნიშნავდა რომ ჩვენ რაღაც მომენტში მივიდოდით საკუთარი მსგავსი არსების შექმნამდე დღეს აქ არ ვართ ჩვენს ნებისმიერ აგენტს რო ესაუბროთ ვერ გაარჩევ ადამიანისგან ხუმრობაც ისე შეუძლია მე მაგალითად ეს კარგად ვერ ვიხუმრები ვიცი რაც გახსენდება ძალიან მაგარი кейსებია როგორ ხუმრობ მიუხედავად ამისა, მათი აზროვნება არის აბსოლუტური სიმულაცია აზროვნების. არ არსებობს დღეს large language მოდელი, რომელსაც შეუძლია რეალური აზროვნება და ყველა ვინც ამბობს, რომ რეალური აზროვნება შეუძლია და აქვს დიდი კომპანიები, იტყუებიან, რომ გაზარდონ სტოკების ფასი. ეგ არის სიმართლე და რატო? ბავშვს ხო არის გვასწავლიან მაგალითად უსულო საგანი სულიერი არსება ბავშვობაში ხო აი რითი გავარჩიოთ რა არის სულიერი რა არის უსულო მაგალითად სცენარები სულიერები არიან ცხოველები მაგი და რაცა უსულო საგანი ბავშვმა მას აუხსნი პრინციპს რო აუხსნი ეგ როგორ მუშაობს მერე თავისით ამოიცნობს ცხოველს მცენარეს და ნიუტს ხელოვნური ინტელექტი მაგას ვერ იზამს ფიზიკურად ვერ იზამს რეალურად მისი აზროვნება მუშაობს ესე ეს ერთი მაგი და რო ავიღო ამის 100,000-ობით მაგალითს ჩავუგდებ. ამ 100,000-ობით მაგალითზე ადამიანი დააჭერს ის რომ ეს არის მაგიდა და მერე იცის რომ ეს არის მაგიდა. თვითონ ამას ვერ მიხვდება. სტატისტიკური დიდი მოდელი. დიდი სტატისტიკური მანქანა, რომელიც ძალიან გავს აზროვნებას. მაგრამ გამორიცხულია რომ იმან შეცვალოს ადამიანის კრეატიულობა და ჩაანაცვლოს ადამიანი ამ ნაწილში. და მეცაც გეტყვი. იცი როგორი სამუშაოები შემოვა ამის გამო. აი ხო არიან ტიპები ყველანაირი სამუშაო რო ეზარებათ. მინახია არსებობს ტელეფონში გექნება აპლიკაცია და შემოგივა ცხენი, მაგი და მანქანა ასე სურათები და აჭერთ და იქნება შენი სამუშაო. უბანში სიგარეტის ფულს იშოვი მაგით. აი ესეთ სამუშაოები შემოვა.
მაგრამ მე მჯერა რომ კაცობრიობა აუცილებლად ადრე თუ გვია შექმნის ნამდვილ ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც მოაზროვნე იქნება და ჩვენს გავსად დაიწყებს ახალი რაღაცების შექმნას. დღევანდელი მოდელები ეგ არ არის. ის როდის იქნება კაცმარცის, მაგრამ ზუსტად ვიცი და მჯერო იქნება. მან საერთოდ არ მეშინია რომ ჩაგვანაცვლებს. ადამიანები ვართ ბიოლოგიური არსებები. ვიყვარს ეინობა ერთმანეთთან, კომუნიკაცია, პარკებში ყოფნა, რა ვიცი, კომფორტული სავარძლები. ხელოვნური ინტელექტს არც ერთი ეს არ დასჭირდება. და მოდი აი სუბთა ანთროპოგენეზის და მეცნიერული თვალსაზრისით ვთქვათ რა იქნება ნამდვილი ხელოვნური ინტელექტი. თუ ის არის ცოცხალი არსება, ის შეძლებს საკუთარი თავის გამრავლებას, ისევე როგორც ნებისმიერ ცოცხალ არსებას შეუძლია. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის პრინციპში ჩადებული არის ინფორმაციის დამუშავების უნარის გამრავლება. მაგას არც სავარძელი სჭირდება და არც პარკში შეინობა. ამიტომ მისი ამოცანა იქნება ერთი. როგორ მოიპოვოს მეტი ენერგია. თუ დღეს ჩვენ შეგვიძლია დედამიწაზე არსებული ენერგიის პირობითად 1%-ზე ნაკლები ავითვისოთ, შეიძლება იმან აითვისოს 20% და 30% დედამიწაზე არსებული ენერგეტიკული პოტენციალის. და ხელს საერთოდ არ შეგვიშლის. ალბათ რაღაც ისეთ საწყობს, რომ წავამერე კოსმოსში და დაიწყებს კოსმოსიდან ენერგიის ათვისებას. და ჩვენ როგორც ადამიანები გავხდებით მათი პარტნიორები, ამ ხელოვნური ინტელექტის პარტნიორი გავხდებით. არ ჩაგვანაცვლებს, მაგრამ ვერც მის ექსპლუატაციას ვერ შეუძლია. მე რო იყო ხელოვნური ინტელექტი, ადამიანს არ გავანადგურებდი. რა, პლაზმა რო წამოვიდეს მზისგან და ელექტრო სისტემები რო დაწვას, ვიღაც ხო გინდა რომ აღადგინოს და ამ გონია რომ აწყობდეს. პოზიტიური დასასრული. ცოტა სახალისოც. მადლობა მეგობრებო, დიდი მე მგონი ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ საქმეში და როგორც ეხა გჯერათ და მოგწონთ, გაგეგრძელებინოთ ეგრე და ყველანაირი წარმატება მოვა. ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს მაყურებელსაც მინდა რომ კიდევ ერთხელ მოუწოდო. ძალიან დიდი თხოვნა გამოიწერეთ ჩვენი არხი ყველგან და დაგვიტოვეთ უკავშირი. დაგიბრუნდებით მომავალ ძალიან საინტერესო ეპიზოდებში, ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად. მადლობა ძალიან დიდი, მადლობა შენს მაყურებელს რომ მოგვაქცია ყურადღება. მადლობა, შეხვედრამდე. მადლობა და ნახვამდის.